ჯაჭვი არის ერთიანობის სიმბოლო. ეს არის ცოცხალი ჯაჭვი, ადამიანების ხელჩაკიდებ, ძალა ერთობაშია ჩვენს სლოგანს, ქვეყნის თავარ ღირებულებას გამოხატავს ეს ყველაფერი და ამიტომ არის ძალა ერთობაში არის ეს ჯაჭვი და ერთიანობას გამოსახავს, რომ ჩვენ ერთად ვართ ხელჩაკიდებული, მხარდამხარ გვერდში ვართ და ერთი საერთო მიზნისთვის ვიბრძვით. ერთი დიდის ნაწილი ვართ და მართლა საზოგადოებად ჩამოვყალიბდით აი ახლა ყველას თვალწინ. ძალიან კარგი შეგრძნებაა. ძალიან აღმატებული გრძნობაა, იმიტომ რომ აი ამ ხალხთან ერთად აქ დგომა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ იდეის სიმტკიცეს და იმ ეროვნულ ერთიანობას, რასაც ამდენი ხალხი გარეთ გამოყავს. და ეს ყველაფერი გვამოძრავებს, ახალი წელი მოდის, მაგრამ ამ ხალხისთვის, ვინც აქ დგავართ, ახალ წელზე ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები დგას დღის წესრიგში და აი ეს მუხტი ძალიან დიდხანს გასტანს და გაგრძელდება მანამ სანამ ჩვენ დასახულ მიზნებს არ მივახცევთ. ესეთი ერთობა მე ჯერ არ მინახავს და ძალიან ბედნიერი ვარ და ეს არის რაღაცა საოცარი განცდა. ამდენი თანამოაზრე, ამდენი ადამიანი, რომლებიც მზად არის, რომ აი სამშობლოსთვის ყველაფერი გააკეთოს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ეს ჩვენი ერთთვიანი ბრძოლა არ ჩაივლის შედეგის გარეშე. ეს შედეგი გარდაუვალია და ველოდებით იმ დღეს, როცა ვიქნებით თავისუფალი ევროკავშირის წევრები და რა ვიცი, აი რა გითხრათ, აი უბედნიერესი ვარ, რომ ვარ ამ დღის მონაწილე. თვითონ ერთობა სიტყვა უკვე ნიშნავს იმას, რომ ვართ ერთად და ერთიანობა არის ძალა. ამ დღეების და თვეების მე ვიტყოდი განმავლობაში საოცარი ძალა მოგცა ზუსტად ერთმანეთთან ხელი-ხელ ჩაკიდებულმა მოთმინებით და რწმენით დგომამ და ბრძოლამ. და ჩვენ უკვე ვხედავთ შედეგებს და ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს, იმიტომ რომ სხვა გზა, ანუ ჩვენ ხალხს უკან დასახევი გზა უბრალოდ აღარ გვაქვს. სადაბრუნდეთ რუსეთში და საქართველოს დავთმოთ, ეს არ მოხდება, ამიტომ ერთად, ძლიერად, რაც არ უნდა მოხდეს, არაფერი გაგვაჩერებს და ეს მე მგონი აი ამ განწყობაში დღეს აქ რაც ხდება, საუკეთესო ილუსტრაცია და იგრძნობა, ხო? ამ ხალხის გვერდზე ვიდგები ბოლომდე, სანამ რამე არ შეიცვლება ამ ქვეყანაში, თორე ესე აქ გაჩერება არ შეიძლება, როცა პოლიტიკა რუსეთისკენ არის და ხალხი კიდე ევროპისკენ. ძალიან დიდი ემოცია მაქვს, რაღაცას მგონია, რომ რაღაც დღესასწაულია სახალხო დიდი და ძალიან კარგი ამბავია და მე მგონი მთელი მსოფლიო დაგვინახავს და მიხვდება, რომ მართლა ძალიან დიდი მუხტი გვაქვს. ეს შენთვის ეს ერთობა არის ერთადერთი, რომელიც გადაგვარჩენს. ამიტომ ერთად უნდა ვიდგეთ. და ქართველები ყოველთვის ერთობამ გადაარჩინა და გათითო კაცებულს ყოველთვის მოგვერევა მტერი და მტერი ახლა შიგნით ყავს. და შიდა მტერი უნდა დავამარცხოთ ან ერთობით, ან დავამარცხოთ, ან გონზე მოვიყვანოთ. ეს სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რასაც აქ თითოეული ჩვენგანი განიცდის და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქართველი ერი და ქართველები დავძლიეთ და გავხდით ერთიანი, რა ვიცი, ჩემი აზრით, ესეთი ერთიანი არასდროს არ ყოფილა. ნენელა ადამიანები ერთმანეთის შეგრძნებას ვიწყებთ და ეს კარგია ძალიან. ეს აუცილებლად თავის შედეგს გამოიღებს და შედეგი იქნება უკეთესი ქვეყანა. ეგ არავის წინააღმდეგ არ არის საბოლოო ჯამში, რომ ვიღაცა ცუდია, ვიღაცა კარგი. უბრალოდ ქვეყანა უნდა განვითარდეს და მოსახლეობამ იგრძნოს საკუთარი თავი, საკუთარი ძალა და უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის, ჩვენი მოსავლელი არ და ის მთავრობაც ჩვენივე მთავრობა არ და ჩვენ თვითონ უნდა გამოუზარდოთ ისინი. ეხლა ეს ცოტა მტკივნეული ეტაპი გვაქვს ჩვენი განვითარების, რომ მთავრობა შეიძლება უფრო ნაკლებ განვითარებულია ვიდრე მოსახლეობა. არა უშავს ისინი მიხვდებიან და აუცილებლად გადადგავენ იმ ნაბიჯს, რომ უკეთესები გახდნენ, დაუთმონ თავის მოსახლეობას, არჩევნებია ეს თუ თქვა დაკავებულების გამოშვება, ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა, იმიტომ რომ უბრალოდ სხვანაირად არ გამოდგ. ეს ერთი მთლიანი სხეული არ და სხეულს ნაწილებს ვერ დააგლეჭ. ასე რომ იმედით ვართ, იმედი მაქვს, ის ადამიანები, ვინც ჩვენ მთავრობად იწოდება ამ ეტაპზე, იქნებიან კეთილგონიერები, გადაწყვეტილებებს სწორად მიიღებენ და საბოლოო ჯამში დასრულდება ეს რაღაც გაყოფა ქვეყნის რა და უფრო კარგად და სწრაფად განვითარდებით.